გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ სპეციალურ ჩართვას პლატფორმისთვის მშობლის კიბრი. მე გახლავართ თამთა სამიშვილი, წარმოადგენ ორგანიზაცია Mag Georgias. თუ კი პირველად აღმოჩნდით ამ პლატფორმაზე, გეტყვით, რომ იგი როგორც სახელწოდებიდანაც ალბათ ნათელია და მიგანიშნებთ, შექმნილია პირველ რიგში მშობლებისთვის და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პირს, ვფიქრობთ, რომ ამ პლატფორმის საშუალებით შეუძლია გაიგოს ბევრი საჭირო, საინტერესო ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით. ჩვენს პლატფორმაზე გვაქვს მსგავსი ტიპის ვიდეო ჩართვები, ასევე ვაქვეყნებთ სხვადასხვა სტატიას, ბეჭდური სახით, გირჩევთ, რომ გადაავლოთ თვალი. რაც შეეხება ჩართვებს, როგორც ხედავთ, ყველა ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ დაიდება თუ არა, თქო, ჩანაწერები და ყველა ჩვენი გასვლის ჩანაწერი არის ხელმისაწვდომი ამავე გვერდზე. და ამ ჩართვების ფარგლებში ვიწვევთ სხვადასხვა სპეციალისტებს და ზოგჯერ მშობლებსაც და საუბრობთ, ფიქრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც არის აქტუალური, რელევანტური ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის. დღევანდელი ასეთი ჩართვა, ეს გახლავთ ჩანაწერი, ამიტომ შეკითხვებზე პასუხს პირდაპირ ამ ვიდეოს მიმდინარეობისას ვერ გაგცემთ, თუმცა ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ, შეგიძლიათ მოგწეროთ როგორც პირადი შეტყობინების სახით, ასევე დაგვიტოვოთ კომენტარები და ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ჩვენი მომდევნო ჩართვის პარაგრაფში ეცდება, რომ მაქსიმალურად გაგცეთ პასუხი, რამდენადაც ეს აი ამ ფორმატით არის შესაძლებელი. მაშას ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ანა ბარქაია. ანა არის ფსიქოლოგი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს საქმიანობს ავსტრალიაში და სპეციალურად მშობლის კივრისთვის დაგვთანხმდა, რომ ჩაწეროს ეს ვიდეო, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო და ეხება პრობლემური ქცევის მართვას. ანა, მოგესალმები პირველ რიგში მთელი გუნდის სახელით გიხდი უდიდეს მადლობას იმისთვის, რომ გამოყავით დრო, მიუხედავად იმის დროის განსხვავებისა, მაინც მოახერხე, რომ რაღაცნაირად შეგეთანხმებინე ჩვენთან და გეთანამშრომლა და ვიტყვი თვითონ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ყველაზე მეტი კითხვა, ყველაზე მეტი მოთხოვნა კონსულტაციის ჩვენს პლატფორმაზე შემოდის ბავშვის ქცევის მართვასთან დაკავშირებით და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩართვა ბევრი მშობლისთვის იქნება ძალიან ინფორმატიული. მეც აღარ გავაგრძელებ შესავალ ნაწილს და მინდა გთხოვო დავიწყოთ იმით, თუ რა არის საერთოდ ქცევა. შეიძლება მშობლების ნაწილს მოეჩვენოს ეს კითხვა ცოტა უცნაურად, ხო, თითქოს გასაგებია, ეს არ არის რაღაცა ტერმინი, მაგრამ კარგი იქნება, რომ ამით დავიწყოთ. რა არის საერთოდ ქცევა და შემდეგ გადავიდეთ უკვე პრობლემურ ქცევაზე. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ მოწვევისთვის. ხა რაც შეეხება ქცევას, რა არის ქცევა? ქცევა არის ნებისმიერი მოქმედება, რასაც ვახორციელებთ. იქნება ეს ფიქრი, ლაპარაკი, სიარული, სიმღერა, ცეკვა, ნებისმიერი მოქმედება, სასურველი თუ არასასურველი, როგორც ამაგათად ყვირილი, რაიმე სახის აგრესიული ქმედება და ასე შემდეგ. ქცევების უმრავლესობა, გარდა რეფლექსური რეაქციებისა, რომელიც ჩვენ დაბადებიდან დაგვყვება თან, არის დასწავლილი. და დასწავლილია როგორც სასურველი, ისევე არასასურველი ქცევაც. და როცა ვსაუბრობთ, რომ ქცევა არის დასწავლილი, არ ნიშნავს, რომ ვიღაც დაგვიჩნდა და შეგნებულად გვასწავლა, როგორ მოვიქცეთ. დასწავლაში გულისხმება, რომ გარემოში არსებობს რაღაცა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ და ხელს უწყობენ ქცევის ფორმირებას და შემდგომში ქცევის შენარჩუნებას. და რაში გჭირდება ამ ფაქტორების ცოდნა? თუ ვიცით, თუ როგორ მოხდა პრობლემური ქცევის დასწავლა, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ ქცევის ჩამოყალიბებას, შევძლებთ ამ ქცევის შეცვლას ან შემცირებას. და ამას ეფუძნება სწორედ ქცევის ანალიზიც, ხო, გავაკვიროთ, რა არის ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო ამ ქცევის ჩამოყალიბებას. და აი, დასწავლის პრინციპი ყველა ნებისმიერი ქცევისთვის არის ერთი. ყველა ადამიანი სწავლობს ერთნაირად. და ეს პრინციპი რა არის ახლა, როგორ ხდება დასწავლა? როცა ქცევაზე საუბრობთ, ქცევა არასდროს არ განიხილება როგორც ცალკეული ერთეული. ხო, ქცევას ყოველთვის მწვის წინ რაღაც და ყოველთვის მოსდევს რაღაცა შედეგი. თუ შედეგი არის არასასურველი, ეს ქცევა მომავალში არ გამოვლინდება, ან შემცირდება გამოვლენის სიხშირე. თუ შედეგი არის სასურველი,
ეს ქცევა მომავალში ისევ გამოვლინდება და ამ შედეგებს ჩვენ ვეძახით განმამტკიცებელს ან შემენარჩუნებელ ფაქტორს. ახლა რაში გვჭირდება წინსწრები ფაქტორების ცოდნა, ხო? ჩვენ წინსწრებ ფაქტორებს ვეძახით წინაპირობას. თუ ვიცით რა არის წინაპირობა, ქცევის წინაპირობა, რა უძღვოდა უშუალოდ ქცევის გამოვლენას, შევძლებთ განსაზღვროთ რა არის შედეგი ქცევის. აი, უბრალოდ მარტო შედეგის ცოდნა არ გვაძლევს ინფორმაციას თუ რას ემსახურება პრობლემური ქცევის გამოვლენა და მაგალითები უნდა მოვიყვან. მაგალითად, პრობლემური ქცევა ყვირილი, ბავშვი ყვირის გაკვეთილზე და შედეგად იღებს იმას, რომ მასწავლებელი თხოვს დატოვოს საკლასო ოთახი და გავიდეს ოთახიდან. თუ არ ვიცით წინაპირობაში რა იყო, რა უძღვოდა ქცევის გამოვლენას წინ, ვერ მივხვდებით რას მიაღწია ბავშვმა, უბრალოდ ჩანს რომ ოთახიდან გავიდა, მაგრამ არ ვიცით რას მიაღწია ამ ქცევით ბავშვმა. მაგალითად, თუ ყვირილს წინ უძღვოდა მასწავლებლის მიერ ინსტრუქციის მიცემა, რა თქვა, დაწერე დავალება და აი მასწავლებელმა რა უთხრა ბავშვს დაწერე დავალება და ბავშვმა დაიწყო ყვირილი და შედეგად მასწავლებელმა უთხრა რომ გადი გარეთ, იმიტომ რომ ყვირილი ხელის შემშლელია საგამომცემლო პროცესისთვის, ხო? რას ხედავთ, ბავშვმა მიაღწია სასურველ შედეგს აირი და დავალება. დავალების დაწერა. თუ სხვა სიტუაციაში ყვირილს წინ უძღვოდა ბავშვის მიერ მასწავლებლისთვის გარეთ გაშვების თხოვნა და მასწავლებელმა უთხრა არა და ამას მოყვა ყვირილი და შედეგად ისევ რომ მასწავლებელმა აირიდოს, თქვათ, საგანმანათლებლო გაკვეთილის ჩასვლა ეუბნება ბავშვს, რომ გადი გარეთ. ანუ ამ შემთხვევაში შედეგი არის სულ სხვა. ხო, ბავშვმა მიაღწია, მიიღო ხელმისაწვდომობა გარეთ გასვლაზე, ხო? ანუ და იგივე ქცევა, აი გარეგნულად მსგავსი ქცევა შეიძლება იყოს რეალური ძალიან განსხვავებული, ხო? აი ამას საუბრო, რატომ არ შეიძლება, რომ როდესაც უბრალოდ მშობელი აღწერს ქცევას, მხოლოდ ქცევას აღწერს, რას აკეთებს ბავშვი მაგალითად გადის გაკვეთილიდან, ძირსყრის სათამაშოებს ან ვინას არტყამს, რატო არ შეიძლება, რომ მხოლოდ ამ ქცევის აღწერის საფუძველზე ჩვენ რაღაცა რეკომენდაციები მივცეთ. ხოლოდ მარტო ქცევის აღწერა არ გვაძლევს ინფორმაციას, როგორ მოხდა ამ ქცევის დასწავლა და რა ინარჩუნებს ამ ქცევას. თუ პრობლემური ქცევა ვლინდება, ნებისმიერი ქცევა, არა მარტო პრობლემური, არამედ სასურველი ქცევაც და მას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ სასურველი ქცევების ჩამოყალიბება პრობლემური ქცევის მართვის ერთ-ერთი სტრატეგიაც არის. თუ ქცევა ვლინდება, ესე იგი ეს ქცევა არის შენარჩუნებული. ამ ქცევას მოყვება რაღაცა შედეგი, სასურველი შედეგი, რაც განაპირობებს აი ამ ქცევის დროდადრო გამოვლენას. და თუ ვიცით თუ რას იღებს ბავშვი ამ ქცევით, რას ემსახურება ეს ქცევა და აი შედეგების შეცვლით, შევძლებთ ქცევის შემცირებას. თუ არ ვიცით რა არის ეს შედეგი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება რეკომენდაციები ან რაღაც რჩევები გავცეთ თუ როგორ მომხდინოთ აი ამ ქცევის შემცირება. თუ ისევ და ისევ მინდა ხაზი გაუსვა, რომ თუ ქცევა ვლინდება, ესე იგი ეს ქცევა არის გამტკიცებული და ბავშვი პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ იღებს განმტკიცებელს. და უნდა მოვძებნოთ სწორედ რა არის ეს შემანარჩუნებელი ფაქტორი, რაც მოყვება ამ ქცევას. და რა ანუ ეს შემანარჩუნებელი ფაქტორი ყოველთვის არ მოყვება ქცევას, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად პრობლემური ქცევა ვლინდება, თქვა ერთხელ გამოვლინდა, ვეღარ მიიღო ბავშვმა სასურველი შედეგი ამ ქცევის გამოვლენის შემდეგ. მეორეჯერ გამოვლინდა, ისე ვეღარ მიიღო, მაგრამ მესამეჯერ გამოვლინდა და ბავშვმა მიიღო სასურველი შედეგი და სწორედ ეს რომ ხანდახან რო იღებს ბავშვი პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ სასურველ შედეგს, სწორედ ეს არის შემანარჩუნებელი ფაქტორი, რაც ამ ქცევის დროდადრო გამოვლენას უწყობს ხელს. და ამიტომაც გვჭირდება ზუსტად დაკვირვება და ანალიზი, რომ ნახოთ რა ფაქტორები მონაწილეობენ ამ ქცევის გამოვლენაში. და ამიტომ როგორც წესი, როცა სპეციალისტს მიმართავენ, ასეთი მზა რეცეპტი, მაშინვე ქცევის აღწერილ ფონზე უბრალოდ ფიზიკურად სპეციალისტს არ აქვს თუ არ დასვა ეს დამატებითი კითხვები, ან არ განხორციელა და დაკვირვა. ანა განმამტკიცებელი ახსენე და შეიძლება ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ, აი რა შეიძლება იყოს კიდევ ეს განმამტკიცებელი. განმამტკიცებელი, ან როგორც აღნიშნე, თუ ქცევას მოყვება რაღაცა სასურველი შედეგი, ეს ქცევა მომავალში გამოვლინდება. განმამტკიცებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, შეიძლება იყოს სხვა ადამიანის ყურადღება, შეიძლება იყოს რაღაც აქტივობა, ნებისმიერი რაღაც, რაც გარემოში არსებობს, ხო? და რაც მოყვება უშუალოდ ქცევის გამოვლენას.
და ხშირად განმამტკიცებელი ავტომატურად არის გაიგივებული შოკოლადთან, iPad-თან და რაც პრინციპში სწორია, იმიტომ რომ ბევრ ბავშვს უყვარს შოკოლადი და ბევრ ბავშვს უყვარს iPad-ით თამაში, მაგრამ ყველა ბავშვისთვის შეიძლება არ იყოს სწორი. ხო? და როცა ვსაუბრობთ განმამტკიცებელზე, უნდა დავინახოთ რა კავშირი აქვს ქცევასა და განმამტკიცებელს შორის. თუ მაგალითად რაღაცა მოვლენა, რომელიც უშუალოდ მოსდევს ქცევას და აი როცა ვაკვირდებით ქცევას და გვჭირდება განსაზღვროთ, რომ როგორ არის დასწავლილი. აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე რო დავაკვირდით, რაღაც ერთი და იგივე მოვლენა მოსდევს ქცევას, ერთი და იგივე რაღაც შემთხვევა, თუნდაც სტიმული, სხვა ადამიანის რეაქცია მოსდევს აი ქცევას, შეიძლება სწორედ ეს იყოს განმამტკიცებელი და სულაც არ იყოს შოკოლადი ამ შემთხვევაში განმამტკიცებელი. და სხვა ადამიანების რეაქციების მაგალითი თუ შეიძლება რომ მაგალითად რა ანუ კვლევებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი განმამტკიცებელი, რაც პრობლემური ქცევის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არის ყურადღება, სხვა ადამიანების ყურადღების მიღება, ხო? თქვათ, თუ პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ ხშირად პრობლემური ქცევები საჭიროებს ჩვენს რეაგირებას, ხო, ვერ დავტოვებთ ისე რეაგირების გარეშე. და ბავშვი სწავლობს, რომ აი სხვა ეს დასწავლა ხდება შემთხვევით, ხო, რაღაცა ისე მოხდა, რომ დროში დაემთხვა, ქცევა გამოვლინდა, ან საყვედური უთხარიდან ან რაღაც დოზით ყურადღება მივაქციეთ ამ ქცევას და შემდეგ მომავალში ბავშვი იწყებს, ბავშვის სწავლობს, თუ ეს რამდენჯერმე განმეორდა, სწავლობს, რომ ყურადღების მისაქცევად მისაღებად საუკეთესო საშუალება არის, თქვათ, ეს პრობლემური ქცევა. მაგალითად, დედა საუბრობს ტელეფონზე, ბავშვი ეძახის და დედას არ ესმის, იმიტომ რომ გართულია. და ბავშვი რახან სახელით მიმართომ დაძახილმა არ გაჭრა, ბავშვი იწყებს ყვირილს, რაზეც დედა ტრიალდება და უგნება უყვირი ხარ ან რა გინდა, ხო? და ბავშვი რა სწავლობს, რომ ეს ყვირილი, ანუ თუ ყვირილი უფრო კარგი საშუალება მივიღო ყურადღება. ანუ სკოლის გარემოში, ხო, ალბათ ანა თუ თქვათ ჩემთან თანაკლასელები გაიცინებენ ჩემს. კი, ყურადღება გიგულისხმება არა მხოლოდ უფროსის ყურადღება, შეიძლება თანატოლების ყურადღებაც და თქვათ შეიძლება რაღაცა გაკვეთილზე მასწავლებელს ხელი შეუშალო და რაღაცა ხუმრობა თქვა და ამ თემა კლასმა გაიცინოს და ანუ ეს იყოს განმამტკიცებელი ამ შემთხვევაში ამ ქცევის დრო კლასის ეკონომიკა. აი მშობლებთან დაკავშირებით, მშობლები ხო ხშირად მშობლების მიერ გამოვლენილი ყურადღება ხშირად მოიცავს, თქვათ შენიშვნას ბავშვის მიმართ. უირანეჭ ხმოგიდეთ, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ყურადღება იყოს განმამტკიცებელი, თუ ის არ არის, თქვათ, მაინც პოზიტიური. შეიძლება იყოს, თუ საყვედურით შეიძლება იყოს განმამტკიცებელი, რაღაც ისე შეჭრეს, რომ თითქოს საყვედური დასჯა უფრო არის ვიდრე განმამტკიცებელი, მაგრამ თუ ბავშვი სხვა გარემოში, თუ ყურადღების მიღების ფორმა არის მხოლოდ საყვედური და სხვა კონტექსტში ბავშვი არ იღებს აი ყურადღება სხვა სასურველი ქცევების გამო, მაშინ ერთადერთი გზა რომ მიიღოს ყურადღება, რაც ძალიან ჭირდება ბავშვს, შეიძლება იყოს საყვედური და ეს როცა ვამბობთ რომ ბავშვი ავლენს პრობლემურ ქცევას, ზოგჯერ შეგნებულად კი არ ავლენს, ბავშვი ბოლოს დასწავლილია და უკვე დასწავლილია უკვე რეპერტუარში აქვს ბავშვს ჩამოყალიბებული ეს ქცევა, რომელიც ემსახურება ყურადღების მიღებას. გარდა ყურადღებისა არსებობს კიდე სხვა ფაქტორები, რაც ქცევის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შეიძლება იყოს რაღაცა ნივთის მიღება, რაღაც კონკრეტული ნივთის მიღება, სასურველ აქტივობაში ჩართვა, შეიძლება იყოს სენსორული სტიმულაციის შეგრძნებების მიღება, მაგალითად, თვითდამაზიანებელი ქცევების დროს ბავშვი ხელს უთმობს კედელს, და ამ დროს იღებს ღრმა შეგრძნებებს, თქვათ, მყესებისა და კუნთების დონეზე და ესეც შეიძლება იყოს შემანარჩუნებელი ფაქტორი პრობლემური ქცევის. ასევე სხვა შემანარჩუნებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ყურადღებისგან თავის დაღწევა, არა მარტო ყურადღების მიღება, არამედ არასასურველი ყურადღებისგან თავის დაღწევა, არასასურველი აქტივობისგან თავის დაღწევა, არასასურველი სენსორული სტიმულაციისგან თავის დაღწევა, მაგალითად ძლიერი ხმაურია, რაც ბავშვისთვის არის გამაღიზიანებელი და იწყებს ყვირილს, რომ გადაფაროს ეს ხმაური ან ყურებზე იფარავს ხელს, რომ ჩაახშოს ეს ხმაური, ხო?
ესეც ანუ ეს არის ის ფაქტორები, რაც პრობლემური ქცევის შენარჩუნებას უწყობს ხელს და თუ ქცევა ვლინდება, ისევ და ისევ პრობლემური ქცევა ვლინდება, აი ამ ფაქტორებიდან რომელიღაცა არის, რაც ინარჩუნებს ამ ქცევას და ჩვენი მიზანია განსაზღვროს თუ რა რომელი ფაქტორია, რაც ამ ქცევის გამოვლენას უწყობს ხელს. და ბუნებრივია შემდეგ ჩდება კითხვა, თქვათ განსაზღვრეთ და ვიცით რა არის შემანარჩუნებელი ფაქტორი, რა უწყობს, რას ემსახურება ქცევა და რატო ავლენს ბავშვი აი ამ ქცევას, ხო? როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ. ერთ-ერთი სტრატეგია, თუმცა არა ერთადერთი. ერთ-ერთი სტრატეგია არის, რომ აი ქცევას დაუკარგოთ თავისი ფუნქცია, რომ ამ ქცევის გამოვლენის შემდეგ ბავშვმა ვერ მიიღოს ის შედეგი, რასაც პრობლემური ქცევა ემსახურება. მაგალითად, თუ პრობლემური ქცევის ფუნქცია იგივე შემანარჩუნებელი ფაქტორი არის, რომ მიიღოს სხვების ყურადღება, ამ შემთხვევაში იგნორი იქნება ერთ-ერთი გამოსავალი. თუ რაღაც სასურველი ნივთის მიღება არის ფუნქცია პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ ბავშვმა ვერ უნდა მიიღოს ეს სასურველი ქცევა. თუ დავალებას ირიდებს, ვერ უნდა აირიდოს დავალება და ასე შემდეგ. თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება მარტივიც არ არის. და ანუ ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გვჭირდება, როცა აი ამ სტრატეგიის გამოყენებას ვიწყებთ. თუ მაგალითად რომელიღაცა პრობლემური ქცევა არის ყურადღებით შენარჩუნებული და ეს ქცევა არ არის საზიანო თვითონ ბავშვისთვის ან გარშემო მყოფებისთვის, ამ შემთხვევაში ქცევის დაიგნორება შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი. და ხა დაიგნორებაში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია დაიგნორებასთან დაკავშირებით. დაიგნორება არ ნიშნავს ბავშვის უგულებელყოფას, ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფას. უბრალოდ ვაიგნორებთ ქცევას და არა ბავშვს. ხო, პირველ რიგში როცა პრობლემური ქცევა ვლინდება, რა გვაინტერესებს? არის თუ არა ბავშვი უსაფრთხოდ. თუ ქცევა არის ძალიან მწვავე, ბუნებრივია ვერ დავაიგნორებთ ამ ბავშვებს. თუ საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს, ან თვითონ ბავშვს, რა თქმა უნდა, ამ ქცევას ვერ დავაიგნორებთ. მაგრამ თუ უბრალოდ არის ყვირილი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება ყურადღების მიღებას, აი ამ ქცევის დაიგნორება თავისუფლად შეიძლება. თუ ქცევის მიზანია მაგალითად მაღაზიაში, ბავშვი მართავს ტანტრუმს, რომლის მიზანიც არის, რომ თქვათ დედამ უთხრა უარი რაღაც ნივთის შეძენაზე და ბავშვი იწყებს ყვირილს, იპყრობს გარშემო მყოფების ყურადღებას, დედას ექნება უხერხული სიტუაცია და ეს სიტუაცია რო აიდოს, ყიდულობს თქვათ ბავშვისთვის აი ამ ნივთს. და ბავშვი სწავლობს, რომ აი ეს ტანტრუმის მოწყობა, იატაკზე გაწოლა ყვირილი, ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეუძლია მიიღოს ეს სასურველი ნივთი. ანა, იმაზეც ვისაუბროთ, მოდი დედა რატო ყიდულობს? დედის ქცევა რითი არის დასწავლილი ამ შემთხვევაში? დედისთვის იქნება ანუ ბავშვის ტირილი, იატაკზე გაწოლა ყვირილი, ტანტრუმი ქმნის უხერხულ სიტუაციას, იმიტომ რომ ხალხი გროვდება და შეიძლება ზოგმა კითხვებიც დასვას, რომ აი რატო არ აქცევს დედა ყურადღებას ბავშვს, ხო ბავშვი ტირის. ყოფილა შემთხვევა, რომ გამლელები კითხულობენ, ვისია ეს ბავშვი რატო არ აქცევს ყურადღებას, ხო ძალიან უხერხული სიტუაცია იქნება და დედა ამ გარშემო მყოფების რეაქციები რო აირიდოს, ეს უხერხული სიტუაცია რო აირიდოს, ცდილობს რა დააწმავოს ბავშვი და რაც შეიძლება მალე უყიდოს ეს ნივთი და განერიდოს ამ სიტუაციას. ამ შემთხვევაში დედის ქცევაც დასწავლილი არის და დასწავლილია და ანუ როგორ ხდება დასწავლა, ეს ხდება არასასიამოვნო სიტუაციისგან თავის დაღწევა. ბავშვს უყიდი იმას, რასაც ითხოვს, შეწყვეტ ტირილს და აი ამ სიტუაციას განვერიდები. ეს ავირიდებ თავიდან აი ამ უხერხულ სიტუაციას. ანუ მშობელსაც აქვს დასწავლილი ეს. მშობელს ხო. მე ვახსენე დედა, თუმცა შეიძლება ის იყოს ბებია, ბაბუა, მამა და ნებისმიერი, შეიძლება იყოს თერაპევტიც, მასწავლებელიც, ხო, ნებისმიერი ბავშვთან. ანუ ქცევებს დავისწავლეთ როგორც მოზრდილები, აი ქცევის დასწავლა მუდმივი პროცესია, ვიწყებთ დაბადებიდან და მუდმივად ხდება ახალ-ახალი ქცევებისა და უნარების დასწავლა. ამ შემთხვევაში, როცა ვიცით რომ ეს პრობლემური ქცევა ემსახურება სასურველი ნივთის მიღებას ან შოკოლადის ან საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ
არ მივაქციოთ ყურადღება, არ შევეცადოთ ბავშვის დამშვიდებას და არ უყიდოთ ის ნივთი, რასაც იპყრობს. თუმცა არის ისეთი ქცევები, რომლის დაიგნორება პირიქით ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა შეიძლება იყოს და მაკრომეგირებელიც კი იყოს ბავშვის მაგალითად ბავშვს ეშინია სიტყვაზე ვთქვათ ფეივერკების და უცებ ოჯახი მოხდა ისეთ გარემოში, სადაც მოულოდნელად დაიწყო ფეივერკები, ბავშვს ეშინია, იწყებს ტირილს და ეს გამოიხატება ტანტრომით, ხო? თქვა წვება იატაკზე და შეიძლება ყვირის ამ შემთხვევაში თუ დავაიგნორებთ ბავშვის ქცევას, შეიძლება ეს არის ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა. ხო, ამ ქცევის დაიგნორება უკვე აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის манипуляციის და სხვების ყურადღების მიღების საშუალება. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, იმისა, რომ გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიხატება ტანტრომი, რომელიც მაღაზიაში მართავს. დიახ. ქცევა შეიძლება გარეგნულად ერთნაირად მინდებოდეს სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ სიტუაციის მიხედვით და კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა შემანარჩუნებელი ფაქტორები მოსდევდეს და სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ვიცოდეთ, დავაკვირდეთ და მივიღოთ ინფორმაცია, რა უძღვის და რა მოსდევს ქცევასთან. იმიტომ რომ მხოლოდ ყვირილი, ბავშვი ყვირილს და როგორ შევამციროთ ეს ყვირილი არ გვაძლევს ინფორმაციას იმაზე თუ რა სტრატეგია შეიძლება იყოს ეფექტური. და აქვე როცა ვახსენე დაიგნორება კიდევ ერთი დამატება მინდა ის საკითხის, რომ ხშირად თქვა ერთი მშობელი აიგნორებს ამ ქცევას, იცის რომ მაგალითად სახლში ბავშვი იტყვის რაღაცას და თქვა ერთი მშობელი არ აძლევს, მაგრამ ბავშვი არ წყვეტს ტირილს და მეორე მშობელი აძლევს, ხო, აი ამ ნივთს. და ბავშვი ხო, ან ბებია, ხო? ანუ ამ დროს რა ხდება, რომ ბავშვი სწავლობს, რომ აი თქვათ თუ ერთი მშობელი მუდმივად უარზია მეორე ხანდახან აძლევს, ბავშვი სწავლობს, რომ აი მშობელთან ვერ მოვითხოვ, მაგრამ მეორესთან კი. თქვათ შემიძლია ანუ ეს ქცევა რეპერტუარში ისევ რჩება, ხო? არ შემცირებულა ეს ქცევა, ბავშვის საჭიროების სამებ გამოიყენებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია თუ ამ სტრატეგიას მიმართავთ. ყველა მშობელი, ოჯახის წევრი შეთანხმდნენ ერთიან სტრატეგიაზე. ანუ თანმიმდევრულები იყვნენ და მტკიცე, ხო? ანუ რაც არ გამორიცხავს ბავშვთან რაღაცა პოზიტიური ურთიერთობის არსებობას, ხო? ანუ არ ნიშნავს რომ ეს ავტორიტარულად უნდა ბრძანოთ, რომ რაღაცა შეიძლება, ან არ შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ მტკიცე და თანმიმდევრული. ანა, შენ ახსენე, რომ სასურველი ქცევების ჩამოყალიბება შეიძლება იყოს ასევე პრობლემური ქცევის მართვის ერთ-ერთი სტრატეგია. აი ამაზეც რომ გვესაუბრე. ხშირად როცა თქვა პრობლემური ბავშვი, პრობლემურ ქცევას ავლენს ბავშვი, ჩვენ მთელი ძალისხმევა მიმართულია პრობლემური ქცევისაკენ და გვავიწყდება, რომ ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში მოვახდინოთ იმის ანალიზი, რომ რატო ვლინდება პრობლემური ქცევა. მაგალითად, რატო ყვირის ბავშვი ყურადღების მისაპყრობად? რატო არ ითხოვს ყურადღებას სხვა სოციალურად მისაღები ფორმებით? ან რატო უჭირს ბავშვს ოცავეუნებით არას რაღაცა ნივთს როცა არ ვაძლევთ, რატო უჭირს ბავშვს არას მიღებლობა და რატო იწყებს ამ პრობლემებს? რა უნარის დეფიციტთან გვაქვს საქმე და რა უნარის სწავლება დაგვეხმარება, რომ ეს პრობლემური ქცევა შევამციროთ. შეიძლება ბავშვს კონდეს არ შეძლოს დალოდება, არ კონდეს დალოდება გამტკიცებული, დალოდების უნარი არ შეძლოს, ან არას მიმართ მიღებლობა, არას მიმართ ტოლერანტობა ძალიან დაბალი. ან შეიძლება სხვა ფორმა როგორ მიიღოს ყურადღება არ იცის, ანუ განსაკუთრებით განვითარების დარღვევების დროს როცა არ ხდება უნარების შეფერხებულია უნარების განვითარება, ხო? უნდა დავაკვირდეთ, რომ რა უნარის დეფიციტია, რა უნარის სწავლება დაგვეხმარება ეს ამ პრობლემური ქცევის შემცირებაში. და მოვახდინოთ ამ ქცევის გამტკიცება, სასურველი ქცევების გამტკიცება.
პრობლემური ქცევის მართვის ერთ-ერთი სტრატეგია არის სწორედ ჩამანაცვლებელი სასურველი ისეთი ქცევების ფორმირება, ისეთი ქცევების გამტკიცება, რაც მოახდენს ამ პრობლემური ქცევის ჩანაცვლებას. მაგალითად, თუ ყვირის ყურადღების მისაპყრობად რა ქცევა შეიძლება ვასწავლოთ, რითაც ბავშვი მიიღებს ყურადღებას. თუ მაგალითად ბავშვი დავალებას ირიდებს ამ პრობლემური ქცევით, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ანალიზი, თუ რატომ, რა ხდება, რატო ირიდებს ბავშვი ამ დავალებას. ვაწვდით თუ არა, ვეხმარებით თუ არა საკმარისად. ხომ არ აღემატება ეს დავალება მის ძალებს, ხო, მის შესაძლებლობებს. ხომ არ არის იმდენჯერ ხშირად ხომ არ მიმეორებთ ამ ერთ და იგივე დავალებას, უკვე მოსაბეზრებელია ბავშვისთვის, ხო? და ამის მიხედვით ვწყვეტ, რომ რა შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს, მაგალითად თუ ძალიან რთულია დავალება ბავშვის ძალებს აღემატება, შეიძლება ჩამოვიდეთ უფრო დაბალ საფეხურზე და ბავშვის შესაძლებლობების შესაფერისი დავალება მიცეთ. თუ აღმოჩნდა, რომ დახმარებას ვერ ვეხმარებით დროულად, უნდა შევცვალოთ ჩვენი დახმარების სტრატეგიები. და ასევე შემდეგი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუ ქცევა არ ვლინდება, სასურველი ქცევა არ ვლინდება, ჩვენ ახსენეთ, რომ ქცევა თუ ვლინდება, ესე იგი ეს ქცევა გამტკიცებულია, ხო? თუ სასურველი ქცევა არ ვლინდება, ეს გვაძლევს ინფორმაციას იმაზე, რომ ბავშვი საკმარისი დოზით ვერ იღებს გამომტკიცებელს აი ამ ქცევისთვის, სწორედ ამიტომაც არ ვლინდება და უფრო მეტად იღებს გამომტკიცებელს პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ, ვიდრე სასურველი ქცევის გამოვლენის შემდეგ და ამიტომაც გვაქვს, რომ უფრო ხშირად მიმართავს პრობლემურ ქცევას, ვიდრე სასურველ ქცევას, იმიტომ რომ სასურველი ქცევა არ მტკიცდება. ისე და ისე მინდა აღვნიშნო. მაგალითად თუ ბავშვი არ მონაწილეობს, ხო, პირიქით თქვათ სათანადოდ არ ერთვება საკლასო აქტივობებში, მაგალითად არ გამოდის დაფასთან. თუ რაი მაგალითიან ამის, როცა პირიქით სასურველ ქცევებს არ ავლენს საკმარისად და ეს არის პრობლემა. კი, პირველი კითხვა, რაც დაისმის, არის თუ არა ის ქცევა, რაც გვინდა რომ ბავშვმა გამოავლინოს, გამტკიცებული, ანუ მოყვება თუ არა იმ ქცევას გამომტკიცებლები და ისე მინდა აღვნიშნო, რომ გამომტკიცებულში არ იგულისხმება შოკოლადი და სულაც არ არის აუცილებელი, რომ შოკოლადი მივცათ ყოველი სასურველი ქცევის გამოვლენის შემდეგ, უბრალოდ შეხედვაც, გაღიმებაც, შექებაც საკმარისი არის და აღმოჩნდა, რომ პატარა ბავშვებში ყველაზე ძლიერი გამომტკიცებელი ისე უფროსების ყურადღება აქვს. და თუ საკლასო ოთახში, თქვა ბავშვი არ მონაწილეობს საკლასო აქტივობაში, ხო, კითხვა უნდა დაისვას, რატო, ხო? რა ხდება ხო ამ გარემოში, ამის ანალიზი უნდა მოვახდინოთ. არის თუ არა ბავშვის ინიციატივები გამტკიცებული? ბავშვის სპონტანურობა, სპონტანური ქცევები არის თუ არა გამტკიცებული. ასე დასაწყისში, ვიდეოს დასაწყისში ვახსენე, რომ თუ ქცევას მოყვება რაღაც არასასურველი შედეგი, ეს ქცევა ჩაქრება, ხო? ხომ არ ხდება, რომ რაღაც იმ ქცევას, რაც გვინდა რომ ბავშვმა გამოავლინოს, მოყვება რაღაც არასასურველი შედეგი, მაგალითად შეიძლება რაღაცა საყვედური თქვას მასწავლებელმა, რაც ან შეიძლება მასწავლებლის შემოხედვა, თქვა კაცრი მზერაც კი იყოს, აი ამ ქცევის ჩამქრობიც კი. ანუ ამის ანალიზი უნდა მოხდეს, რა ხდება ამ გარემოში, რატო არ ავლენს ბავშვის ჩვენთვის და ბავშვის სასურველ ქცევებს. ხდება თუ არა ამ ქცევების გამტკიცება. აი, როდესაც ისეთი უნარები ახსენე, ანა კიდევ შენ ხომ, ანუ აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაცა კონკრეტული უნარების განვითარება იყოს შეფერხებული და ისეთი რაღაც ჩამოთვალეთ, რაც შეიძლება მშობელთა ნაწილს გაუკვირდეს, რომ ესეც არის უნარი, ხო? იმიტომ რომ ხშირად ასწავლებთ ხოლმე ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი, მაგალითად, ჩვენი ჯირის დალოდება. ან თუნდაც ახსენეთ, აი არას მიმართ, ნუ ტოლერანტობა ისე ვამბობთ, ხო, რაღაცა ფრუსტრაცია, რაღაცას რო ვერ ვიღებთ, რაც გვინდა და ამის მოთმენა ატანა, ან უბრალოდ არასრულებიან ამის მიმღებლობა. ხო, ამაზეც ხო არ შეგვიძლია, ამაზე ცალკე კიდე შეიძლება, რა თქმა უნდა, ცალკე მართვის გაკეთება, მაგრამ მოკლედ რო ავღწევთ, როგორ შეიძლება ამის სწავლება ბავშვისთვის.
არას მიმღებლობა და დალოდება, ჯერის დალოდება ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ბავშვის განვითარებისთვის, ხო? თუ ეს უნარები არ აქვს ბავშვს დასწავლილი და უჭერს, ვთქვათ, ითხოვს რაღაცას და ის არ არის ხელმისაწვდომი იმ დროს ბავშვი მიმართავს პრობლემურ ქცევას. და ყოველ ჯერზე იმისთვის რომ ეს პრობლემური ქცევა ავირიდოთ, ვთქვათ, მშობელი ან მასწავლებელი უკმაყოფილებს ამ სულს, ხო? აი ბავშვი ვერ ისწავლის დალოდებას, ვერ ისწავლის არას მიმართ მიმღებლობას. აუცილებელია ამ უნარის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ჩვენ ბუნებრივ გარემოში, ანუ ყოველთვის ვერ ვიღებთ ანუ იმას რაც გვინდა, ზოგჯერ ველოდებით, ზოგჯერ რაღაც აქტივობას ვახორციელებთ პირველად და შემდეგ ვიღებთ აი ამ ჩვენთვის სასურველ ნივთს და ეს უნარი არის ძალიან ეს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვს. დალოდება ხშირად როცა გადავწყვეტ რომ მოვახდინოთ თქვა სიტუაციის ანალიზი და ვნახეთ რომ ბავშვს არ შეუძლია თავისი ჯერის დალოდება. და როცა ამას ვისახავთ მიზნად რომ ვასწავლოთ, პირველად ნებისმიერი უნარის ჩამოყალიბების დროს რაღაც დიდი მოლოდინები არ უნდა დავისახოთ, რომ ეს უნარების დასწავლა უნდა ხდებოდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვათ თუ ბავშვი ითხოვს, თქვათ უნდა iPad-ით თამაში და ითხოვს iPad-ს და ვასწავლოთ რომ დაელოდოს აი ამ iPad-ს ანა მიიღებს. ჩარევის პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ თქვათ მოვთხოვოთ ბავშვს 9 საათით დაელოდოს, ხო შეიძლება საწყის უნარად ავიღოთ 1 წუთით დალოდება შეძლო, შემდგომ 5 წუთით და ეტაპობრივად გავზარდოთ ეს დალოდების დრო. იგივე არას მიმართ მიმღებლობა, როგორც კი თქვათ ბავშვი ითხოვს რაღაცას და ვეუბნებით არა, ეგრევე მაშინათვე იწყოს პრობლემურ ქცევას. ჩვენი მიზანი შეიძლება იყოს, რომ თქვათ თუ არას მიღების შემდეგ ბავშვმა არ გამოავლინა რამდენი პრობლემური ქცევა, რამდენიმე წუთით, მივცეთ ის ნივთი რაც მოითხოვა. შემდეგ ეტაპზე უფრო თუ ისევ არას ვეუბნებით, თქვათ თუ ეს არას მიმღებლობა რამდენიმე წუთით გაიზარდა, შემდეგ აი მას უმტკიცებთ და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ამ უნარს. მახდენთ ამ უნარის ფორმირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რატომღაც ბევრს ჩვენ ხო არ ველით ხოლმე იმას რომ თქვა კითხვას ისწავლის ბავშვი რაღაც ერთი ახსნა განმარტებით ან მათემატიკას და რატომღაც მე მგონი ხშირად ვუშვებთ ხოლმე ხო შეცდომას მშობლები რომ გონია რომ აი ეს ძალიან მალე უნდა ჩამოყალიბდეს და რომ უნიშნავანი რეკომენდაცია ანა ახლა რაც მოგვეცი რომ არ უნდა კონდეს ძალიან მაღალი არარეალისტური მოლოდინები და როგორც ნებისმიერ სხვა უნარის შემთხვევაში აქაც მოლოდინი უნდა იყოს რომ ეტაპობრივად ბავშვი დაეუფლება მას ხო ალბათ შეცდომებიც იქნება ამანაც ფარხმალი არ უნდა დააყრევინოს ხო მშობელს და გამოავლინოს აქაც თანმიმდევრულობა. კიდევ აქვე მინდა აღნიშნო რომ ხშირად მშობლები ან მასწავლებლები ფიქრობენ რომ თუ ბავშვი სასურველ ქცევას ავლენს ეს ისედაც ბუნებრივად მოეთხოვება ბავშვს და ამის აღნიშვნა ამის გამტკიცება არ არის საჭირო. და თქვათ უყურადღებოდ რჩება, თქვათ რაღაც სასურველი ქცევა გამოავლინა ბავშვმა და ყურადღების მიღმა რჩება ეს ქცევა. მაგრამ როგორც კი ბავშვი გამოავლენს პრობლემურ ქცევას, მთელი ძალისხმევა იმ პრობლემური ქცევის მიმართ არის მიმართული. და აი რატო არის აუცილებელი რომ სასურველი ქცევები გამოვმტკიცოთ, ხო? თუ მხოლოდ პრობლემური ქცევა იმსახურება, პრობლემური ქცევა არის ბავშვის ერთ-ერთი სტრატეგია მიიღოს ყურადღება და სხვა სასურველი ქცევების გამოვლენის დროს არ იღებს იმ დოზით ყურადღებას, რასაც პრობლემური ქცევის შემდეგ ბუნებრივია რომ მუდმივად ბავშვი პრობლემური ქცევას მიმართავს და იმიტომ რომ ეს სასურველი ქცევა არ მიიყვანს იმ მიზნამდე, რა მიზნამდეც პრობლემური ქცევა მიიყვანს და ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ანა, რამდენიმე მაგალითი ხوار მოვიყვანოთ ესეთი ქცევების, ყოველდღიური ქცევების, რომელთა გამტკიცებაც, თქვათ, რომელსაც ბავშვი ასრულებს, მაგრამ კარგია რომ მაინც შევაქოთ მაგალითად, ხო, ამისთვის არ არის მაგალითად გაკვეთილზე მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს და ბავშვები უსმენენ. მასწავლებელი აგრძელებს გაკვეთილის ახსნას.
და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებელმა არ აღნიშნოს, რომ რა კარგია ბავშვებო, რომ თქვენ ახლა მე მისმენთ და თქვათ მაგრამ როგორც კი რამდენიმე ბავშვი დაიწყებს გაკვეთილზე საუბარს, მასწავლებელი ეტყვის, ნუ საუბრობთ. და ბავშვები იღებენ ყურადღებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ როცა თქვათ მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს და მთელი კლასი უსმენს, ეს მასწავლებელმა აღნიშნოს, რომ კარგია, რა კარგია, როცა ბავშვები უსმენ. ეს წერს რაღაცას დაფიდან, ხო? ალბათ ყველა თავისთვის მუშაობს, ესეც შეიძლება რომ ყველანი თქვენ როულებში აი ესე ყურადღებით თქვათ მუშაობს. და სახლის გარემოშიც ხო ალბათ ანა. სახლის გარემოშიც შეიძლება მოხდეს იგივე, თქვათ შეიძლება რა კარგია რომ ესე აგილაგები. ხო, თქვათ ბავშვმა საკუთარი ოთახი დაალაგა და თქვათ ამის აღნიშვნა არ ხდება, მაგრამ როგორც კი არის, თქვათ მაშინაც ეუბნებიან, რომ აი დაალაგე რატომ არიე. დიახ. ანა, რახან შექება ახსენე, შეიძლება ამაზეც გკითხავ, იმიტომ რომ ეს იათ ხდება. მოდი დავიწყოთ ესეთი გავრცელებული მითით, ხო, რომ შექება წენს ბავშვს. ამაზე მინდა რომ გითხრა ერთი-ორი სიტყვა და მე რამდენიმე რეკომენდაცია თუ გაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შევაქოთ, ახლა რაც უნდა პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ თუ გვინდა რომ ქცევა მომავალში გამოვლინდეს, თქვა სასწავლებელი ქცევები აუცილებლად ჭირდება განმტკიცებელი. ქცევის ფორმირებისთვის აუცილებელია განმტკიცებელი და ბევრი ბავშვისთვის შექება არის საუკეთესო განმტკიცებელი. თუ გააჩნია რომ მოქცევას ვაკებთ, ხო? თუ აღნიშნავთ პრობლემურ ქცევას, უფრო ბავშვი უფრო მეტ ყურადღებას იღებს თქვა სიტყვაზე პრობლემური ქცევის მერე და სასურველი ქცევის გამოვლენის შემდეგ მხოლოდ რა მოკლედ ვაკებთ ყოჩახ შეიძლება ამან არ შეასრულოს განმტკიცებლის ფუნქცია. როცა ვაკებთ ბავშვს შექება უნდა იყოს აუცილებლად სპეციფიური და უნდა ზუსტად უნდა უსვამდეს ხაზს, უნდა მოყვებოდეს უშუალოდ ქცევას. თქვათ თუ ბავშვი შევაქეთ გუშინ განხორციელებული ქცევისთვის შექება კარგავს განმტკიცებლის ეფექტს, უშუალოდ უნდა მოყვებოდეს ქცევას და აუცილებლად უნდა იყოს სპეციფიური და ხაზს უსვამდეს თუ რატო ვაკებთ ბავშვს. იმის ნაცვლად თქვათ რომ ყოჩახ ან თქვათ კარგი გოგო ხარ, კარგი ბიჭი ხარ, სპეციფიური აღწერითი შექება არის უფრო ეფექტური. თქვათ აი რა კარგია რომ ახლა დავალება დროზე დაწერა. და ამით რას ისწავლის ბავშვი, რომ დავალება დაასრულოს დროზე. თუ ხშირად ვაკებთ, ვაწვდით აი მოგუგაფშის ბავშვს თქვათ ნებისმიერი ქცევა რომლის განმტკიცებაც გვინდა, რომელიც გვინდა რომ მომავალში ისევ გამოვლინდეს, აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვათ აი ამ ქცევას შექების დროს და ავირიდოთ თქვათ მოკლე, თქვათ ზოგადი შექებები ყოჩახ, ან კარგი გოგო ხარ, თქვათ კარგი ბიჭი ხარ, თქვათ ბავშვმა უნდა იცოდეს რის გამო დაიმსახურა ეს შექება, რომელ ქცევას ვაკებთ, რომ მომავალში ეს ქცევა ისევ გამოვლინდეს. დიახ. ჩვენი ვიდეო ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს, დღევანდელი ჩართვა, ანა, თუ გაქვს რაიმე თუ არის ისი დამატებაც გინდა, თუ არა და მე ხომ არ არის რაიმე რაც გინდა. რასაც დავამატებდი, როცა პრობლემურ ქცევის შემცირებაზე მუშაობთ, ხო? ეს სტრატეგიები, რასაც ვიყენებთ სპეციალისტები, არის კვლევებით დამტკიცებული, ხო, სისტემური თანმიმდევრული მიდგომა ყოველთვის შედეგიანია და ეფექტიანი. თუ არ თანმიმდევრულები, აუცილებლად შედეგი აუცილებლად მიიღწევა, ხო? და აუცილებლად კიდევ რასაც მინდა ხაზი რომ გაუსვა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ჩვენი ენერგია მხოლოდ პრობლემური ქცევის მართვაზე, შემცირებაზე კი არ იყოს მიმართული, არ დაგვაუწყდეს, რომ სასურველი პარალელურად სასურველი ქცევების ჩამოყალიბებაზეც უნდა ვიზრუნოთ. და გამოგჩა ჩვენ საუბარი დასჯაზე, რაც მგონია რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ხშირად დასჯა, ანუ კლასიკური გაგებით დასჯა და ქცევის თერაპიაში დასჯა განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? ქცევის თერაპიაში დასჯა გულისხმობს ისეთ შედეგს, რომელიც ამცირებს ამ ქცევის მომავალში გამოვლენას.
თუმცა ეს შედეგი არ უნდა იყოს ღირსების შემლახავი ბავშვისთვის, არ უნდა იყოს მატრამირებელი, ხო? და არ უნდა იყოს ისეთი შედეგი, რაც ძლიერ ნეგატიურ რეაქციას იწვევდეს ბავშვში. კლასიკური გაგებით დასჯა შეიძლება იყოს, ვთქვათ, საყვედური, ბავშვის, ვთქვათ, ლანძღვა სამწუხაროდ, თუნდაც ზავადობა, ხო? კუთხეში დაყენება. და ესეთი შედეგები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე, ახშობს სპონტანურობას, ახშობს ინიციატივას და ვერაფერს ვერ სწავლობს ბავშვი. თუ ქცევას დასჯით, ბავშვი ვერ სწავლობს, აი დასჯით ვერაფერს ვერ სწავლობს ბავშვი, საპასუხოდ მინდება უარყოფითი რეაქციები ბავშვის მხრიდან. და აზიანებს მშობელი ბავშვის ურთიერთობას. დიახ. რაც მე არის კიდევ უფრო მეტი პრობლემური ქცევის საწინდე. დიახ. დიახ, და ანუ აი ამ ქცევის გამოყენებითი ანალიზის შემთხვევაში დასჯა დასჯა შეიძლება იყოს, თქვა რაღაც ქცევის შემცირება გვინდა და მოყვება ესეთი შედეგი, რაც განაპირობებს ამ ქცევის შემცირებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასურველი ნივთის, სასურველი აქტივობის ყურადღების მოშორება, რაღაც არასასურველი აქტივობის დამატება. მაგალითად, თუ ბავშვი ირიდებს დავალებას, თქვა ნივთების დაზიანებით, დავალების დაწერას და თქვა ხებს როლს, დასჯა შეიძლება იყოს, რომ უფრო მეტი დავალების დაწერა მოუწევს ბავშვს, ხო? რამდენჯერაც დახეს როლს, იმდენი დავალება ემატება. ხო, ან შეიძლება ბავშვმა დააგროვა რაღაც სიტყვაზე, ვთქვათ, ბავშვს აქვს iPad-ი და რაღაც არასასურველი ქცევის გამოვლენის შემდეგ ამ iPad-ზე ხელმისაწვდომობა იზღუდება. და ქცევის თერაპიაში დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ვთქვათ, ცადეთ სასურველი ქცევების განმტკიცება, მაგრამ განმტკიცებელია პრობლემური ქცევას, რომელიც მოყვება, უფრო დიდია და განმტკიცებელი სასურველი ქცევების შემდეგ ვერ უწევს კონკურენციას ამ პრობლემური ქცევების შედეგად მიღებულ განმტკიცებელს. ბავშვი ისევ ავლენს პრობლემურ ქცევას, იმიტომ რომ უფრო მეტ განმტკიცებელს იღებს. აი ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიმართოთ აი ესეთ სტრატეგიას. ყოველთვის ჩვენ მიდგომა, რომ მოხდეს არასასურველი ქცევის, სასურველი ქცევების ჩანაცვლება. დიახ, და ეს თუნდაც იმ iPad-ის ჩამორთმევაც, რომ არ ხორციელდება იმ ახსენე ბავშვის ღირსების შემლახავი ქცევებით ან კომენტარებით, ხო? ეს არ გულისხმობს და რაღაცნაირად გავლანძღოთ და ხელიდან გამოვგლიჯოთ. ანუ ბავშვმა უნდა იცოდეს მკაფიოდ, ანუ მკაფიო მესიჯი უნდა მივაწოდოს ბავშვს, ვისთვის და რატომ დაკარგა iPad-ზე ხელმისაწვდომობა და როდის შეძლებს iPad-ის დაბრუნებას, ვთქვათ, ბავშვი, რა შემთხვევაში. და აქ აქცენტი უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ ქცევებზე, ხო? ქცევებზე და არა ბავშვზე, დიახ. არა ბავშვზე, რომ ის არის საშინელი პიროვნება და ამიტომ ჩამოხდა ეს iPad-ი. ანუ კონკრეტული ქცევა, ესე იგი, რის გამოც დაკარგა და კონკრეტული ქცევა, რის გამოვლენის შემთხვევაშიც მიიღებს iPad-ს, ხო? უღრმესი მადლობა, ანა, მე ჩვენს ხედავ, არ ვიცი. ისმის ახლა ისმის, კი, ინტერნეტის პრობლემა იყო. მეორე, ეს იყო ჩვენი პირველი შესავალი ვიდეო, ასე ვთქვათ, რომელიც ემსახურებოდა იმის ახსნას, თუ რამდენად რთული პროცესია ზოგადად ქცევაზე მუშაობა და რატომ არის, რომ როდესაც სპეციალისტ მიმართავს მშობელი ამ ბავშვთან დაკავშირებული სხვა პირი და უბრალოდ ეუბნება, აღწერს იმ კონკრეტულ ქცევას, რომელსაც ბავშვი ავლენს, ძალიან რთულია მარტო მხოლოდ ამ ქცევის საფუძველზე რაიმე რეკომენდაციის გაცემა. და ანამ გვესაუბრა იმაზე, თუ რა ფაქტორებს უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა შევისწავლოთ, რა უნდა გამოვიკითხოთ, იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას ქცევაზე, გავაანალიზოთ ეს ქცევა და მხოლოდ ამის საფუძველზე არის შესაძლებელი შემდგომში უკვე ჩარევის გეგმის დასახვა.
თქვენი მომდევნო ვიდეო შეეხება უკვე კონკრეტული შემთხვევების განხილვას. როგორც შესავალ ნაწილში აღნიშნე, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი კითხვები, კომენტარები და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ აი ამ ფორმატში რამდენადაც არის შესაძლებელი, მათზე პასუხი გავცეთ. ანა, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ეს ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკში გამოყავით, რომ ქართველი მსმენელისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო იქნება ძალიან ინფორმატიული ბევრი მშობლისთვის. მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს, რომელმაც უზრუნველყო თარგმანი ჟესტურ ენაზე და დღეისთვის ამით გემშვიდობებით. დროებით, ნახვამდის.